მართლმადიდებელი ეკლესია არის ქართველი ერის განუყოფელი ნაწილი. აი რბილ ძვალში გამჯდარია ეს ყველაფერი ჩვენი ერისთვის. აი მაგალითად ჩემთვის ქართული ეკლესია და ზოგადად საქართველო არის სინონიმი. მე სხვანაირად ვერ ხედავ. როდესაც აი ეს რაღაც ლიბერალური ტრენდი შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში და ეს რაღაც აგრესიული ლიბერალური სეკულარიზმის ნიშნულობა გაჩნდა, რომელიც რეალურად სეკულარიზმი კი არ არის, რეალურად არის ეკლესიის დაშლა და ქრისტიანობის ჩანაცვლება სხვა რელიგიით. ლიბერალები ჩვენ ამ ლოზუნგით, აი როგორ შეიძლება რაღაც სახელმწიფოში რელიგია იყოს გამსაზღვრელი, აი ამ სოუში და ამ დროში რა ქნეს, იცი? ჩვენი რელიგია დაასუსტეს და თავისი კვაზი რელიგიური წარმოდგენები ჩაანაცვლეს. მიხვდი, რომელიც ასევე კვაზი რელიგიურ მათთვის საკრალურ მნიშვნელობას ატარებს. აი მაგალითად, ჩვენს ბავშვობაში იყო რელიგიის გაკვეთილები სკოლებში. ხო, ჩვეულებრივ სასულიერო პირები, მამები მოდიოდნენ და ბავშვებს ბიბლიაზე ელაპარაკებოდნენ. ძალიან საგანი იყო, ხო, ძალიან სკოლებში კარგი მნიშვნელოვანი საგანი, რომელიც აუცილებლად უნდა აღდგეს იმ ფორმით, როგორიც იყო. ჩვეულებრივ საგანად უნდა დაბრუნდეს. სასწავლო გეგმაში უნდა დაბრუნდეს. და უყურე ხო ამის წინააღმდეგ ხო იყო ეს კამპანია ჯერ კიდევ 90-იანებიდან მოყოლებული და ყველა ვინ მონაწილეობდა ამაში უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები ვინ ეს ხალხი ყველას კონკრეტული რაღაც მერკანტილური იდეები ჰქონდა შეიძლება ვიღაცა იდეოლოგიურად იყო დაპირისპირებული ეკლესიასთან ქრისტიანობასთან ქართველობასთან და ლიბერალიზმის მაგას ქვია ამ ყველაფრისგან განთავისუფლება და რაღაც სოფლიო კოსმოპოლიტ მოქალაქედ გადაქცევა და ხო იყო სააკაშვილის დროს ეგეთი პროექტი ახალი ქართველი უნდა შეექმნათ ხო რაც პატრიოტთა ბანაკები იყო და ნუ იყო ამ ყველაფრის მცდელობა და მაშინ რა მოხდა მართლაც ეს საგანი გააუქმეს ეკლესია მოდი ასე ვთქვათ ქრისტიანული ღირებულებები და ქრისტიანული ინდოქტრინაცია ჩამოაშორეს განათლების სისტემას და ისე კი არ დატოვეს რომ მოდი მე თვითონ აირჩიოს უყურე მნიშვნელოვანი რა არის ქრისტიანული ინდოქტრინაცია მოსპეს და ლიბერალური ინდოქტრინაციით ჩაანაცვლეს ეგაა მნიშვნელოვანი არა და მათი ის რა იყო თავიდან ესე ვთქვათ პრეტენზიის ფორმულირება როგორ ხდებოდა რომ თქვენ ნუ ახვევთ თავს ბავშვებს რაღაცეებს ბავშვებმა თავად გადაწყვიტონ რა არის რელიგია რა არის იდეოლოგია და შემდეგ და ნუ ხალხმა დაუჯერეთ ხოთა შორის მოვტყუდით მაშინ საზოგადოება ჩვენ მამების თაობა მოტყუდა მაშინ და მართლა დაეჯერა რომ რაღაც უნივერსალური სამართლიანი თამაშის წესებია სადაც ბავშვი თავად გადაწყვეტს აი რაღაც ქრისტიანი გახდება თუ ათეისტი იქნება. და უყურე რა მოხდა. ქრისტიანობა შეგნებულად ხისტად განდევნეს და ლიბერალური ინდოქტრინაცია მოახვიეს თავს. ძალითთან, სისტემურ დონეზე. ხო და როგორი რაღაცა იცი? ამან სერიოზული ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას. ძალიან ბევრი პოლიტიკური შეცდომა დაუშვით ამ ყველაფრის შედეგად. ძალიან ბევრი უბედურება რაც ამ ქვეყანაში დატრიალდა, მათ შორის ამ ყველაფერს უკავშირდება. და როდესაც ჩვენ ვამბობთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი უნდა იყოს სახელმწიფოსთვის რელიგია, მეგობრებო, აი ისრაელი, აი ჩვენ ხო მაგალითები გვიყვარს რატომღაც, აი არ ვიცი, ჭირდება ყოველთვის პრაქტიკული მაგალითი იმისთვის, რომ ერთმანეთში კარგი და ცუდი განსაზღვროთ. მაგრამ ნუ მოდი რაც სისუსტე გვაქვს საზოგადოებას, ამასაც უპასუხოთ. აი ისრაელი ხო კაი ქვეყანაა. ხო ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე ისრაელში ცხოვრობს, მუშაობს და იქიდან არჩენს საქართველოში თავის ოჯახებს. ისრაელი იმდენად ძლიერი სახელმწიფოა, რომ ამერიკასთან ერთად ეხა ეომება აგერ იმას ირანს. და ნუ რეგიონალური მასშტაბის სუპერ სახელმწიფოა. ძალიან პატარა მცირე ზომის ქვეყანა არა და მისი ოფიციალური
საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრები არის 20,000 კვადრატული კილომეტრი. საქართველოზე არის სამჯერ უფრო პატარა ტერიტორია, თან სულ უდაბნო. ბირთვული იარაღი აქვს. ისრაელს აქვს ბირთვული იარაღი, ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც დე-ფაქტოდ გააჩნია ბირთვული არსენალი, მაგრამ დე-იურეთ არ აღიარებს ამას და ყველა ამაზე თვალს ხუჭავს. იმდენად გავლენიანი სახელმწიფოა. შენ იცი, რომ რეალურად ისრაელი არის რელიგიური სახელმწიფო. ისრაელი მოქმედებს რელიგიური мотивაციით. თითოეული მისი გადაწყვეტილება რელიგიური მოტივით არის განსაზღვრული. ეგ მარტო ჩვენ ვართ. ჩვენ დავიჯერეთ საქართველოში, რომ რელიგია არაფერს არ ნიშნავს. ანუ კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში რელიგიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და რელიგია იყო განუყოფელი ნაწილი საზოგადოების და მთელი ჩვენი ისტორია, კაცობრიობის ისტორია არის ამის დამადასტურებელი, ხო, რომ რელიგია იყო განუსაზღვრელი ნაწილი კაცობრიობის. და ჩვენ წარმოვიდგინეთ 2026 წელს, რომ რაში გჭირდება ეს რელიგია, საქართველოს წარმოვიდგინეთ ეგრე. და რა მივიღეთ შედეგად? ანუ რამე კარგი მივიღეთ? არა მარტო ეს ყველაფერი სულიერ ასპექტში აისახება, იმიტომ რომ მე არ მინდა ხა ჩვენი გადაცემა რაღაც რელიგიური ქვეტექსტის იყოს, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ, ხო, სასულიერო პირები, არც თეოლოგები არა ვართ, რომ რაღაც ტრანსცენდენტულზე და მისტიურზე ვილაპარაკოთ. მაგრამ მე ამ რელიგიას, როდესაც ხმარობ ამ ტერმინს, მე მათ შორის რელიგიის პრაქტიკაში ასახვას გულისხმობ. იმიტომ რომ ფიზიკაც ღმერთმა შექმნა და ქიმიაც და პოლიტიკაც და ყველაფერი რასაც ხელს კიდევთ მატერიალური და არამატერიალური ღმერთის მიერ შექმნილია. მარტივია თუ თანხმდებით რომ უნდა გქონდეს სახელმწიფო და მე მგონი ყველა თანხმდებით. მაშინ ყველა შევთანხმდებით ავტომატურად რომ სახელმწიფო რაღაცას უნდა დაეფუძნოს. რაღაცა იდეოლოგიას უნდა სხვანაირად სახელმწიფო ვერ შეიქმნა. მოდი ასე ვთქვათ, აი რა შეიძლება იყოს იდეოლოგიური საყრდენი. მით უმეტეს ჩვენ ახლა ვართ მრავალსაუკუნოვანი ერი. და რა იყო ჩვენი საყრდენი ისტორიულად? რას ეფუძნებოდა საქართველოს? ეს იყო ქრისტიანობა. სარწმუნოება, ჩვენი სარწმუნოება იყო ჩვენი იდეოლოგიური საყრდენი. ამაზეა დაშენებული ქართული სახელმწიფო. სხვა საყრდენი ჩვენ არ გქონია. არ არსებობს სხვა საყრდენი. ამ 3000 წლის მანძილზე ეგ დროში გამოიცადა, როდის ძლიერდებოდის, როდის სუსტდებოდით. ანუ რა არის ჩვენი გაძლიერების ალგორითმი და რა შემთხვევაში სახელმწიფო მიდის ასე ვთქვათ დეგრადირების მიმართულებით, ხო? ამ მიმართულებით საუბრობთ და შესაბამისად გასაგებია ხა მომავალშიც თუ ჩვენ გვინდა რომ გავძლიერდეთ, რას უნდა დავეფუძნოთ.